სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ღმერთი რომ ადამიანად მოვიდა, თითქოს ძალიან გამარტივდა ადამიანის გადარჩენის საკითხი, იმიტომ რომ ვის უნდა ეთქვა თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა სწორად და რა არის ნება ღვთისა თუ არა თავად ღმერთს. შემდგომ მისი ამაღლებისა ასევე ღმერთი გარდა მოვიდა მესამე პირი ყოვლადწმინდა სამებისა და ეკლესია დაარსდა და მას შემდეგ ეკლესია ადამიანები განისწავლებიან ასევე ღმერთით, რომელიც ახსენებს ეკლესიაში მყოფ ადამიანებს შიგნით, შინაგანად ახსენებს თუ რა თქვა ადამიანად მოსულმა ღმერთმა და ასევე განგვიმარტავს. ანუ ყველაფერი არის გასაგები და გამარტივებული. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ყველაფერი დიდად გამარტივდა ჩვენი გადარჩენის საკითხი, იმიტომ რომ რა არის გადარჩენა? სიცოცხლეში შესვლა. და ვინ არის სიცოცხლე? ერთადერთი. ეს არის ცოცხალი ღმერთი, გონიერი, თავისუფალი. გონიერ და თავისუფალ არსებას რა გააჩნია? ნება. გესმით? ნება, რომლითაც ვლინდება მისი გონიერება და თავისუფლება, მისი სიცოცხლე. მეც ვარ თავისუფალი გონიერი ასე შემქმნა და მეც ნება მაქვს. ესე იგი რა უნდა გავაკეთო, რომ შევიდე ღმერთში როგორც სიცოცხლეში, უნდა მისი ნება გავიგო და მის ნებას დავექვემდება, რომ მისი ნება ჩემთვის გზამკვლევია. ხო, ძალიან მარტივია. გავიგო ღმერთის ნება, და მორჩა. ეს არის ჩემი ცხონება. მაგრამ ის რომ ღმერთმა თავისი ნება მთელი სისავსით განაცხადა, ამით ჩემი თავისუფლება ხომ არ გაუქმებულა. და რას ნიშნავს მე მრჩება თავისუფლება? და ამით ჩემი არჩევანის შესაძლებლობას არ გაუქმებულა. არჩევანი. ვინმე იტყვის, რომ არჩევანი მას აღარ ჭირდება აღარაფერში. რა ვიცი, ხა გრიგოლ ხანძთელს მომყავს ეს დიდებული ქართველი წმინდანი, რომელიც შემარცხვენელია ყველა იმ ვითომ ქრისტიანის, რომელიც ეკლესიას უარყოფს. ეს ადამიანი განღმრთობილი ადამიანი იყო უკვე და შეიძლება მას ალბათ აღარც კი ქონდა უკვე არჩევანის, უკვე ზეცის მოქალაქე იყო. მაგრამ ჩვენ ხო ყველას გვაქვს. ჩვენ ხო ვიცნობთ საკუთარ თავს მეტნაკლებად. როგორ გვაწვალებს ჩვენი დაცემული ბუნება და როგორ გვიბიძგებს, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთოთ ხოლმე. და ესაც არსად არ გაუქმებულა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ვართ. და თუ ჩვენ გადავხედავთ ქრისტიანობის ისტორიას, ჯერ კიდევ უკვე მოციქულთა დროს, პავლე მოციქული როგორი მამხილებელი ქადაგებები აქვს, ხო? იოანე მოციქულს ვიღაც ეპისკოპოსი ამწარებს და აწვალებს, იოანე მოციქულს, არ მოხუც იოანე მოციქულს, ხო? ანუ ეს სახარებაშივე უკვე ჩანს, მოციქულთა პერიოდში უკვე ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა ქრისტე შეიცნეს, იმ ქრისტეს მცნობელებს შორის უკვე განხეთქილებები ჩნდება. და რატომ? იმიტომ რომ ის რომ ღვთის ნება განცხადდა, ადამიანის თავისუფლება არ გაუქმებულა და ადამიანს, რომელიც ქრისტეს შეიმეცნებს და აღიარებს მას ღმერთად, მას მაინც რჩება თავისუფლება და ეს თავისუფლება ხშირად ცდუნდება ჩვენი ეგოიზმით და ხორციელი მიდრეკილებებით, პატივმოყვარეობით, თავმოყვარეობით, სიამაყით და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მართლმადიდებელთა და სხვა დანარჩენ დენომინაციათა შორის განსხვავება ის არის, რომ მართლმადიდებლებს გააზრებული გვაქვს ჩვენი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ დაუმსახურებლად გამოგვისყიდა და გადაგვარჩინა, მან ამით ჩვენი თავისუფლება არ გაუქმა და ჩვენ რო თავისუფალ არჩევანს ვაკეთებთ, პირველ ნაბიჯს რო ვდგავთ და მას ვაღიარებთ ღმერთად, მაგრამ მანამდე ის შეეხო ჩვენს გულს, ამის მერე კვლავ ჩვენი თავისუფლება რჩება რა ჩვენთან, კვლავ ჩვენ ვაკეთებთ ყოველ ნაბიჯზე, ჩვენ ვადასტურებთ და ვამოწმებთ ქრისტეს ღმერთობას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
არ გჯერა რა ადამიანური ბუნების იმდენად რომ ესე იგი ჩემი თავი მახეს არ დამიგებს სადღაც და ჩემი დაცემული ბუნება სადღაც არ მოინდომებს გაძორეს და აცდეს ღვთისნებას და თავისი დაიკმაყოფილოს და ჩემი ეგოიზმი არ მოინდომებს რომ თავის ჭკუაზე მატაროს. ეხლა მე არ მჯერა ამისი თუ აღვირი არ ამოვდე ჩემ ხორცს და ჩემს ეგოისტურ სულს ის ყოველთვის აიშვებს თავს. მე ესეთი ვარ. ხო და ვინც ასეთები ვართ და ვინც ასე ვხედავთ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. ჩვენ საუბრობთ ჩვენზე. და რადგან ჩვენზე ვსაუბრობ და რადგან ჩვენ ასეთები ვართ, ცოდვილები ვართ, მოდი ასე ვთქვათ, ვაღიაროთ, ცოდვილები ვართ. და გვჭირდება მუდამ ლაგამი ამოდებული. გესმით რომ არ გაგვექცეს ხორცი და არ გაგვექცეს ეგოიზმი, არ გაგვექცეს სიზარმაცე, არ გაგვექცეს პატივმოყვარეობა. გესმით, ეს რადგან გვჭირდება, არ გაგვექცეს დავიწყება, მოწყინება, უიმედობა და ასე შემდეგ, არ გაგვექცეს, იმიტომ რომ ჩვენ სულ უნდა ვხარობდეთ სინამდვილეში და სულ უნდა ვერდგულებდეთ ქრისტეს და ხანდახან ვერ ვახერხებთ ამას. მაშინ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სიხარულით, რომ ღმერთმა გამოგვისყიდა და გადაგვარჩინა ეს ობიექტური მომხდარი რეალობა, ოღონ ეს ობიექტური მომხდარი რეალობა მე უნდა შევირგო და უკან არ დავიხიო და არ მოვწყდე იმ მისტიკურ სხეულს, რომელსაც ქვია ეკლესია. და ამიტომ მჭირდება სულ მუდამ ბრძოლა და არ არსებობს მდგომარეობა ხშირად მithქვავს მდგომარეობა ადამიანის ქრისტიანის ცხოვრებაში, როცა ის იტყვის რომ მორჩა, ახლა უკვე მე ბოლომდე ღმერთთან ვარ. ეგეთ რამე არ არსებობს. ვისაც სულიერი ცხოვრების მცირეოდენი გამოცდილება მაინც აქვს, მან იცის რომ ძალითი ძალად უნდა აცხოვროს საკუთარი თავი, რომ იყოს წარმატებული დიდებითი დიდებად. ეს პავლე მოციქულის სიტყვების პერიფრაზირებას ვახდენ, ეს დინამიკა ადამიანს თუ არ აქვს თავის გამოცდილებაში, ის ქრისტიანი არ არის და ეს დინამიკა რას ნიშნავს, როგორ ფიქრობთ? არის რა ძალითი ძალაცია საუბარი, რა სასუფეველი ცისა იძულების, რა იძულებაზეა საუბარი, რა სისხლამდე ცოდვას რო უნდა აღუდგე, რაზეა საუბარი, რა დიდებითი დიდებაზეა, რაზეა საუბარი. ხო? შესაბამისად, თუ ჩვენ ასე ვხედავთ საკუთარ თავს, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მუდმივი პროცესი მეტამორფოზისა. ჩვენი თავიდან გამომდინარე ვიცით, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა საიდან ვიცი რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება? მარტო იქიდან კი არ ვიცი რომ ჩვენმა წინაპრებმა შრომით, რუდუნებით, ღვაწლით, სისხლით, ოფლით, ლოცვით მომიტანეს დღევანდელ დღემდე მართლმადიდებლობა. მარტო აქედან კი არ ვიცი. მე ჩემი თავიდანაც ვიცი რომ არის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება. ჩემ ნაგავს რომ ვიცნობთ, იქიდან ვიცი რა რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება, რომ სულ მუდამ ბრძოლა მიწევს საკუთარ თავთან. ამას მასწავლის მე მართლმადიდებლობა და ამიტომ ვიცი რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება, უზარმაზარი გამოცდილება დაგროვილი ასკეტური ცხოვრების, ღმერთის ძიების, შინაგანი ლოცვის კულტურის და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რომ სინამდვილეა, ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი. ამიტომ მე არანაირი მტკიცებულება აღარ მჭირდება სხვა. ჩემი თავიდან ვიცი რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტება. შესაბამისად მე უნდა კარგად ჩაუღმავდე მეტად და მეტად მართლმადიდებლურ გამოცდილებას 2000 წლოვანს სხვათა შორის 2000 წლოვანს პირველი საუკუნიდან მოყოლებული მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ასე შემდეგ ეს ყველაფერი დოკუმენტალურად არსებობს ამ მოღვაწეების ჩანაწერები და მათი პირადი გამოცდილებები. ყანაში რომ დაითესა ხორბალი, ღვარძლიც ხო დაითესა. და დიახაც ჩვენ ვართ ყანა, სადაც ხორბალიც არის და ღვარძლიც არის, მაგრამ სხვა ყანა არ არსებობს. მარტო ეს არის ყანა. გესმით რა შეასახა? არ არსებობს სხვა ყანა. დავინახე ღვაწლის სიტყვაზე, დავინახე ამინდა ამ ყანაში და საწახვედი, არ არსებობს სხვა. აქ დათესა ღმერთმა ხორბალი ამ ყანაში და ღვარცს ხედავ შენ. ფუტკარს რო გაუშვებ და ბუზი უწმინდურობაზე დაჯდება და ფუტკარი ყვავილზე დაჯდება და ეს უწმინდურობას და ეს ყვავილიც ერთ ყანაშია. შენ აირჩიე ფუტკარი ხარ თუ ბუზი ხარ. და ამიტომ ჩვენ რადგან ეს ჩვენია, ამიტომ ეს გამოცდილება ჩვენ უნდა გავიზიაროთ და ამისა წმინდა მამებს ვკითხულობთ, წმინდა წერილს ვკითხულობთ, ვარჩევთ წმინდა წერილს, წმინდა მამებს და ლოცვის ტექსტებს, შეიძლება გავარჩიოთ მომავალში ლიტურგიკული ტექსტებიც. აქედან ვიკვებებით ჩვენ და აი დღესაც მე ამდენიმე მოხს აგიკითხავთ ძილად მისვლის ლოცვებიდან, რომელიც ფიქრობ გამოგვადგება. ეს მეორე ლოცვა არის ძილად მისვლისა, იცით რომ იქ 4 ლოცვაა ძილად მისვლის. ესეთი
ტექსტია უფალო იესო ქრისტე ძეო და სიტყვაო ღვთისაო ცხოველისაო. აქ სახარებასთან რომ იყოს მეტად ახლო, იმიტომ რომ ძე ღმერთი, უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, სიტყვა ღვთისა, ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად სინონიმები, ყველა ძე ღმერთს აღნიშნავს. ძე ღვთისა ცხოველისაო, ანუ ცოცხალი. მე მახსოვს ერთხელ ერთ-ერთი საუბრის მერე მოვიდა ადამიანი მეუბნება, რატო ამბობ ცოცხალი ღმერთი? საწერია ცოცხალი ღმერთი. ამას უბრალოდ ვიღაც კი არ მეუბნება. ეკლესიაში მრავალი წელი ნაცხოვრები ადამიანი, რომელსაც ულოცია, რომელსაც წმინდა წერილი უკითხია, ცოცხალ ღმერთს რატო ამბობ? მეუთხარი, აბა, ღმერთი ცოცხალია, რა არის და ანუ მას მოეჩვენა რომ მე ვთქვი ეს ცოცხალი ღმერთი. არადა ეს ბიბლიური წმინდა წერილისეული სიტყვებია, ცოცხალი ღმერთი. და რას ნიშნავს ცოცხალი ღმერთი? რომ ის პიროვნებაა, მაგას ნიშნავს. პიროვნული ყოფიერებაა. რომ პიროვნული ყოფიერება რას ნიშნავს? რომ ის გონიერებაა, რომ ის თავისუფლებაა, გესმის, შემეცნების და თვითშემეცნების უნარები და ასე შემდეგ. ნუ ეს პიროვნულობის გარეშე, საერთოდ ყოფიერება არ არსებობს. აბა ქვარა ყოფიერებაა. გნებავთ ლამაზი ჩიტიც რა ყოფიერებაა, იჭიკჭიკებს და მე მიწას შეერევა. ყოფიერება ამ სიტყვის დიდი გაგებით არის პიროვნული ყოფიერება. ასეთია ღმერთი და ის რელიგიები, სადაც პიროვნული ღმერთი არ არის, იქ რა რჩება? იქ არის რელიგიური ასკეზა, რატო უნდა ვქონდეს ასკეტური ცხოვრება, თუ ღმერთი არ არის და თუ მე გავქრები. რატო? გესმით? ერთადერთი რა, რომ ადამიანს როგორც მაგალითად ზოგს სიამოვნებს ნარკოტიკი, ზოგს სიამოვნებს მემთვრალეობა, ზოგს მაზოხიზმი სიამოვნებს. ნუ სიამოვნებს რა ვქნათ ახლა. ხო, თავის წვალება, ზოგს წუწუნი სიამოვნებს, სხვათა შორის ქრისტიანებშიც არიან ადამიანები, რომელსაც წუწუნი უწუწუნებს. ზოგს პრეტენზიულობა სიამოვნებს, ზოგს ეგოიზმი, ზოგს პატივმოყვარეობა, ვიღაცას ასკეზა სიამოვნებს. აი ეგ არის, მეტი არაფერი. და მე ამას ფილოსოფიურ სარჩულს დაუდებენ. ჩვენ გვწამს ცოცხალი ღმერთის. და ძე ღმერთი, რომელიც ასევე ცოცხალი ღმერთია, იმიტომ რომ მამას და ძეს ერთგივე ბუნება აქვს, პიროვნულად ცოცხალი ღმერთი, ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა ადამიანად. შემიწყალე მე უღირსი ესე მონაშენი. ნახეთ როგორ მიმართავ. მე შემიწყალე, შენ კი გადამარჩინე, ჩემთვის მოკვდი, ჩემ ცოდვებს შენ ანულებ საერთოდ, მაგრამ მე ხო ვიცნობ ჩემ თავს, ეს ყველაფერი ვიცი, მე მოვდივარ, შენთან ვარ, მაგრამ თან ამავე დროს, ხო, ხედავ რომ მადლიერების დეფიციტიც მაქვს. პირველ რიგში ესა, ხო? გულს არ ვიცავ. 64 მომეცი გულში, 64. მაგრამ ეს 64 ხო უნდა დავამუშავო და დავიცვა. არ ვიცავ მე ამ 64-ს. ამიტომ შემიწყალე მე უღირსი ესე მონაშენი. და განმხარ გონებისა ჩემისგან გული სიტყვა უჯერო დავნებული მომაცოლი. ჩემი გონებიდან მომაცილე ეს გული სიტყვა უჯერო დავნებული. გესმით? იცით რამ შეიძლება გადაფაროს ბილწი აზრები და ეგოისტური აზრები, ესე იგი ცალსახად გამოკვეთილი. პატივმოყვარეობამ და პატივმოყვარეობიდან გამომდინარე სიხარულმა ბრჭყალებში, როგორც აი ნარკოტიკს რო სიხარული ახლავს და მემთვრალეობა სიხარული ახლავს. ვიღაცას კარიერის გამო რო გვამებზე გადაევლი და გაიმარჯვებ და მოხვდები იმ სავარძელში, სადაც გინდოდა, ამას რო სიხარული ახლავს, ზუსტად მასეთი სიხარული ახლავს პატივმოყვარეობა, რომ გბერავს ეს, ესე ხარ. და ამიტომ შეიძლება ქვენა გრძნობები საერთოდ დაგავიწყდეს. გესმის, არავისაც არ შეხედო, რაღაცე სხვა გრძნობება აღარ გაგიტაცოს, ყმაყოფილი ხარ და ტკბები პატივმოყვარეობით. დიახ, ესია. და ამ დროს შეიძლება ვერ შეამჩნიო ეს გულის სიტყვები და რაღაც, მაგრამ ეს პატივმოყვარეობა თავად არის კატასტროფა და მე ეს ვიცი და ამიტომ ვევედრები, რომ და თუ არ ვიცი, უნდა ვიფიქრო. ჩემი გული სიტყვა უჯერო დავნებული, მომაცილე უფალო. ესე იგი მე მაქვს თუ არა მაქვს, უნდა დავფიქრდე და ვისწავლო გული სიტყვების მოძიება, გამოცნობა და მათთან ბრძოლა. რომელი გეკურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე. შემდეგი ლოცვა არის ესეთი, უფალო მეუფეო ზეცათაო. სულიწმინდას მიმართავს მორწმუნე. ნუგეშინის მცემელო. ანუ შენგან მაქვს ნუგეში, იმიტომ რომ ჩემთან თუ ღმერთი ჩემთან არ არის, ნუგეში ვერა მაქვს. ვერა მაქვს და მაშინ უნდა გარეთ ვიყო. ჯერ იმით გავერთო, მერე იმით, მე ახლა ხო რა ხდება, როგორ ხდება, აბა იქ რა ამბავია და სულ გარეთ ვარ. სულ. და თუ ადამიანმა განიცადა რა საოცრება, როცა ღმერთი შენ გულს ეხება, მე რა თქმა უნდა ეს იქ სხვა ნუგეს ქრისტიანი აღარ ეცებს. ამიტომ მეუნები ღმერთს, რომ ნუგეშინის სმელო, სულო, ჭეშმარიტებისაო, შენგან მაქვს ეს ცოდნა და სიმტკიცე ამ ცოდნაში, ჭეშმარიტებაში, ნუგეშინის სმელ მექმენ და
შემინდე უღირსა მონასა შენსა რაოდენისა ვითარცა კაცმა ვსწოდე და საღამოს ეუნები ხო და ეუნები დღეს დეფსი და უნებლიეთ მეცნიერები და უმეცრებით ანუ შეგნებულად თუ შეუგნებლად ხო მაგასაც ცოდნა მქონდა ვიცოდი და მაინც გავაკეთე თუ არ ვიცოდი სულ ერთია რომ არ ვიცი ისიც შემინდე აღტაცებულობი აი ეს რაც გითხარი აი ეს აჟიტირებული მდგომარეობა უკრძალველობა რაც ჩვენ სულ გვჭირს დიდი სამცონარება ანუ სიზარმაცე უდებება ასევე ხო დებერე ჩამოთვლილია უამრავი რომელსაც ახლა თქვენ შეიძლება იმ დღეს მაგალითად გინათუ ფუცე სახელის შენი წმინდა გინათუ აფიცე გინაცილი დავწემების მე თუ გმეგონებით ან ვაგინე შევაწუხე უზრაკ განვარისხე მოვატყვილე მოვიდა ჩემთან ჩემი ძმა შეურაცხავე გინა ვაჭირვე ძმასა განვამწარე ან მაგალითად ჩემს ლოცვაში და ფსალმუნებასა შინა ნახეთ აქაც არის ეს წმინდა მამათა ეს ტერმინოლოგია ლოცვა და ფსალმუნება სხვადასხვა რაღაცაა ლოცვაში შედის გონებისმიერი ლოცვა ფსალმუნებში შედის ყველა ტექსტუალური ლოცვა ფსალმუნებში შედის რო იცოდე თუ ესე იგი ლოცვის დროს და ფსალმუნების დროს ჩემი გორი ბოროტთა და საწუთოთა საწუთო ანუ ამ ქვეყნიური ხო დავდგებით ლოცვაზე და ისეთი გეგმები და აზრები მოდის თავში იცოცხლე ისე არ გახსენდება და იქ მოდის ხო ეს ბოროტება ღვთისნების საწინააღმდეგო და ამასაც თხოვ და ევედრები ეს ჩვენი პრობლემაა ყველამ ვიცით ეს პრობლემა ხო ლოცვაზე რო დგები იწყება მე უნდა ეომო საკუთარ თავს რა გჭირდება ლოცვის დროს ორი რაღაცა კონცენტრირება საკუთარ თავში შიგნით გულის ზედა ნაწილში და ყურადღების გამოკეტვა ლოცვის სიტყვებში და ხო ვიცით ეს რა პრობლემაა არავითარ შემთხვევაში ჩვენ გონებას არც გულში ყოფნა სურს და არც ლოცვის სიტყვებში გამოკეტვა სურს რაღაცა სურს ოღონ ეს არ სურს ეს არის პრობლემა და ამასაც ვევედრებით რომ შეგვინდოს და შესატყვისსა მეტად განმიშან ურცხნობით ძრახი ანუ ბილწებით გინა ვიცინო უგუნურებით როცა ადამიანი არასერიოზულად ცოტა ვულგარულად იქცევა ცხოვრობს ვიცუდიდებული ვიუძღებე ვიამპარტავნე გესმით აი ეს თვისებები მშვენიერების ქოლებელი ვიხილე დალსბი ანუ ეს არაწმინდა აზრები და განცდები ხო და ასე შემდეგ ეხლა მე უამრავია ესეთი ჩემი ძმისას ქონდა ნაკლულება იმას განვისდიდი და ჩემს კიდე ჩემ თავს კიდე ყველაფერს პატიობ და ძმას პატარას არ პატიობ ლოცვას როცა ვიზარებ და ასე შემდეგ და სხვა რამე ბოროტი მიქმნიან და რაც არ მახსოვს და ეხლა ეს რას ნიშნავს ეს ჩამონათვალი შეიძლება აქედან ზოგიერთი არ გამიკეთებია შეიძლება გამიკეთებია ეს არის პრინციპი რომ ღვთისენაში რომ წარვდგები, მუდამ სინანულის მდგომარეობა მქონდეს, მე მახსოვდეს რა გავაკეთე, რა პრობლემა მაქვს შიგნით, გესმით? ეს უნდა მახსოვდეს. და მე როცა ეს მომწიფდება და როცა უკვე ვეღარ ვაკონტროლებ ან გარეთ იღვრება და ან ძალიან შემაწუხებელი ხდება, რაღაცა ხო, უკვე სულიერ დისკომფორტს უნდა გრძნობდეთ, ეს უკვე ახსარების თემაა და ახსარებაც ამიტომ უნდა იყოს სისტემატიური. და ყველაფერს გულიანი მიდგომა ჭირდება, ყველაფერს. და რა თქმა უნდა, გულიანი მიდგომა ჭირდება შინაგან საკუთარ თავს და ნახეთ ადამიანი როგორია, ან ხარ გულიანი, ყველგან და ყველაფერში. ან საერთოდ არ ხარ. არ შეიძლება რომ იქ გულიანი იყო, იქ უგულო იყო. თუ უგულო ხარ, აი აქ ყველაფრის მიმართ, იცოდეთ რომ შენი შინაგანი სამყაროს მიმართაც უგულო ხარ. და პირიქით, ეს ერთდაიგივეა, როგორ შეიძლება რომ არ გიყვარდეს ეს. როცა შენ აქედან სასუფეველში გადიხარ, როცა ეზიარებ. ეს წარმოუდგენელია. და აი დგას ადამიანი და ნანობს თავის მდგომარეობას და ეუბნება შემიწყალე და შემინდე მე უღირსა და უხმარსა მონასა შენსა ვითარცა სახიერმა და კაცმა ყვარემან რათა მშვიდობე დავსწო და დავიძინო მე კვლავ მე უძღებან და გადიდებდე შენ და ეს ძილიც როგორ ვიძინებ და ძილშიც მინდა შენ გადიდებდე აი ასე ანუ დაძინების პროცესიც კი ღვთისმსახურებაა ქრისტიანს და კიდე პატარა ლოცვა ბოლოში უფალო ღმერთო ჩემო რაიცა შეგცოდე დღევანდელს ამას დღესა სიტყვით, საქმით, გულისხმის ყოფით, აქ მოკლედ არის ყველაფერი, ვითარცა სახიერმა და კაცმოყვარემან მომიტევნე, მშვიდობის ძილი და უშფოთლობა მომანიჭე. მე ევედრები რომ ანგელოზი შენი ფარველი, რომელიც ნათლობისას მომეცა, ისიც მომივლინე მე ფარველი ანგელოზი, რომელიც დამიცავს მე ყოველგვარი ბოროტებისგან, იმიტომ რომ მithumetes ძილის დროს დაუცველი ხდები. ამე თუ შენ ხარ ფარველი სულთა და ხორცთა ჩვენდა და შენ და დიდებას აღვავლენთ და ადიდებს ყოვლადწმინდა სამებას უკუნითი უკუნისამდე. აქაც ჩანს, აი როგორ არის ხო? რამდენიმე ტექსტი იყო პატარა, ეს
როგორი მთელი სულისკვეთება, მართლმადიდებლური სულისკვეთება როგორ არის ამ რამდენიმე სიტყვაში. ასია ყველაფერი და ეს ლოცვები, სხვა ლოცვები, სხვა ტექსტები, ლიტურგიკული ტექსტები, წმინდა მამები, ეს ჩვენ ცნობიერებას უფრო და მეტად ხდის ნამდვილს ქრისტიანულს მართლმადიდებლურს. ეს არის ჩვენი ღირსება, ეს არის ჩვენი ყველა ძვირფასი განძი, რაც გვაქვს. მართლმადიდებლობა, გააუფრთხილდეთ მას, ოღონ ვიყოთ ნამდვილნი და არა ისეთი გამოგონებული, ნამდვილნი. შეგვეციო სუფალი და ფოქუსეს მეტი გულისხმიერება, მეტი სიბრძნე, მეტი გულმოდგინება, მეტი სიყვარული, მადლიერების გზნობა და რა თქმა უნდა, სერიოზულობა იმ საქმეში, რასაც ჩვენი სულის ცხონება და გადარჩენა ქვია. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.